სწორედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს გამოფენა რუსთაველის 37-ში ერთ-ერთი საგამოფენო სივრცეში. აქ არის წარმოდგენილი თაკო რობაქიძის 20-მდე ნამუშევარი, რომელიც ეხება პანკისის ხეობას და ავტორმა ჩვენ გითხრა, რომ სწორედ აი ამ ნამუშევრებით მას სურდა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა პანკისის ხეობის ლანდშაფტის ცვალებადობა, ასევე ქისტი ქალების ბრძოლა იმისათვის, რომ წარმავალი ტრადიციები შეინარჩუნონ და ამასთანავე ის, რომ ქისტი ქალები იბრძვიან სტერეოტიპების დასამსხვრევად. გეტყვით იმას, რომ აქ გახსნისთანავე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ახლაც გრძელდება ეს გამოფენა. გეტყვით, რომ ერთი კვირის განმავლობაში ექნება დამთვალიერებელს საშუალება, რომ მოვიდეს და ეს გამოფენა იხილოს. გეტყვით იმას, რომ ამ გამოფენას ქვია პანკისის ხეობის ხმები და სწორედ აი ამ თემატიკას ეხმიანება ავტორის საკუთარი გამოფენით. ჩვენ თაკო რობაქიძემ გითხრა, რომ ის 12 წლის წინ წავიდა პირველად პანკისის ხეობაში და იქ ოჯახებს გაეცნო მათ ტრადიციებს, მათ მრავალფეროვნებას და მან განაცხადა, რომ ბევრი ოჯახი მისთვის დღემდე ძალიან მშობლიური და ახლო არის და სწორედ ამიტომ ის წლების განმავლობაშიც ჩადის ხოლმე იქ და აღბეჭდავს ხოლმე აი ამ ყველაფერს თავის ფოტოებში და დღესაც სწორედ აი ეს ფოტოები, რაც აქ არის წარმოდგენილი, სწორედ ამ გამოფენისთვის სპეციალურად შეირჩა. გეტყვით, რომ ქოლგა თბილისი ფოტოსა და National Geographic-ის ორგანიზებით მოხდა ეს ყველაფერი და სწორედ ეს ორგანიზაციებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო აი ამ მრავალფეროვან გამოფენებს შორის ქოლგა თბილისი ფოტოს გულისხმობ, რომ სწორედ ეს გამოფენაც ყოფილიყო სწორედ აქ ამ საგამოფენო სივრცეში, რომ ყველას ეხილა პანკისის ხეობა, რომელიც საქართველოს ნამდვილად ძენს მრავალფეროვნებას. გეტყვით იმას, რომ ქოლგა თბილისი ფოტო სწორედ აი ამ გამოფენით წელს უკვე ემშვიდობება საკუთარ დამთვალიერებელს, ერთგულ დამთვალიერებელს, რომელიც აი ამ 24 წლის განმავლობაში აქ მოდიოდა სხვადასხვა სივრცეებში და რომელიც ათვალიერებდა აი ყველაფერს ესწრებოდა სხვადასხვა ლექციებს, სხვადასხვა ვორქშოპებს და იღებდა გამოცდილებას პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან. გეტყვით ასევე იმასაც, რომ ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში გამოვლიდნენ გამარჯვებულებიც ფოტოკონკურსში, საერთაშორისო გამარჯვებულები გამოვლიდნენ 5 კატეგორიაში და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ დღევანდელ გამოფენაზე გაკეთებული კომენტარები. ეს სერია არის კონკრეტულად ავარჩიეთ ქალები არიან წარმოდგენილნი. ჩემთვის ისინი მართლა განსაკუთრებულნი არიან. პირველად ბადი მარგოშვილის ოჯახში მივედი, რომელმაც დააარსა ანსამბლი, საერთაშორისო ანსამბლი იყო და დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობდა რომ გაევრცელებინა ქისტური კულტურა და რაღაც ამ ადამიანმა შემაყვარა იქაურობა. ასევე ხასო ხანგოშვილის ოჯახმა, რომელიც მართლაც განსაკუთრებული არის და აი ამ რაღაც დიდ კულტურას და ტრადიციებს რო ხვდები მათ, ეგრევე გრძნობ აი ამ ყველაფერს. ქოლგასთან ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და სულ ვცდილობთ, რომ საინტერესოდ ვიყოთ წარმოჩენილი. წელს შევარჩიეთ თაკო რობაქიძის გამოფენა, რომელიც არის National Geographic-ის მკვლევარი და ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფი მე ვიტყოდი და ის შესანიშნავად გადმოცემს პანკისის ხეობის ხმებს. სწორედ ასე დავარქვით ამ გამოფენას. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ პანკისის ხეობა იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ღრმა, იმდენად კულტურულად მდიდარი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა თვითონ ფოტოგრაფიც უშუალოდ ხეობაში და ჩვენი რედაქციაც დაახლოებით 1 წელი ამ მასალაზე მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ამ ფოტოებშიც დამთვალიერებელი დაინახავს ისეთ დრამატურგიას, ისეთ სიღრმეს
ფორმეს, რაც მართლა ძალიან გამორჩეულია და მხოლოდ ალბათ პანკისის ხეობაში შეიძლება იყოს ესეთი ფერები. ქალების როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეულ ფოტოზე ნახავდით, რომ ქალები არიან წარმოჩენილი, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან მდიდარი კულტურით. იმ დღიდან, რაც საქართველოში შემოვიდა National Geographic, უпроსოდ იმ წლიდან თითქმის ყოველ წელს National Geographic ქოლგათბილის ფოტოკვირეულის ფარგლებში მართავს გამოფენას, გამოფენებს სხვადასხვა შინაარსის და სხვადასხვა ავტორების. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი მათი არჩევანი თაკო რობაქიძეზე, ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა ჩვენ ფარგლებში National Geographic-ის ეგრით არასდროს არ ჩატარებულა და ჩვენთვის მომაგაც ასიხარულოა, რომ თაკო ჩვენი მეგობარია, გამორჩეული ქართული ქალი ფოტოგრაფია და საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ვინმე იცნობს საქართველოს ფოტოგრაფიას, თანამედროვე ფოტოგრაფიას, ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი არის თაკო. თაკო რობაქიძის გამოფენის პანკისის ხეობის ხმების დასათვალიერებლად ამ დროისთვისაც მოდიან დამთვალიერებლები, გეტყვით იმას, რომ ჯამშიაც დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება ეს გამოფენა რუსთაველის 37-ში მდებარე საგამოფენო სივრცეში, ხოლო ასევე ქოლგას ფარგლებში არის სხვადასხვა გამოფენები სხვადასხვა სივრცეებში, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ რომ მივიდნენ, დაათვალიერონ და გეტყვით იმასაც, რომ ქოლგა თბილისი ფოტო სწორედ აი ამ გამოფენით, თაკო რობაქიძის გამოფენით ემშვიდობება თავის დამთვალიერებას.